საქართველოს რეგიონის ერთ-ერთ სოფელში, სადაც ჰარმონიას უფევდა, უეცრად ცა გაწითლდა და ცეცხლის ალმა მოიცვა სოფელი. სოფლის ერთ-ერთი მამაცი მებრძოლი წამოდგა და დაიფიცა, წავალდა ამორჩხულს დავამარცხებო. მაღალ კლდეზე, სადაც დისლი დაღრობელი ერთდებოდა, მეომარმა იპოვა დრაკონი. ინა და ცეცხლი ერთმანეთს შეეჯახა, თანაბრები იყვნენ ძალით, არც ერთი არ ნებდებოდა. ძოლისას მეომარმა დრაკონის თვალებში უცნაური რამ შენიშნა, ეს არის კოსის სასტიკე, ეს იყო ღრმა ტკივილი. მეომარმა უთხრა, მიამბე შენი ისტორია. დრაკონმა უამბო, რომ ოდესღაც ეს იყო მაგიური ცეცხლის გუშაგი, რომელიც მოპარეს და დაუტოვეს დიდი ტკივილი, რომელიც რისხვად გადაიქცა. მეომარი დრაკონს დახმარებას დაპირდა იმ იმედით, რომ დრაკონი დააბრუნებდა ჰარმონიას სოფელში. ისინი გაემართნენ მაგიკოსების დასამარცხებლად. ძოლა უმძიმესი გამოდგა, თუმცა ერთიანი ძალებით მათ მოახერხეს მტრების დამარცხება. ბრძოლის შემდეგ ცეცხლი მეომარმა დრაკონს დაუბრუნა. სოფელში კი მეომარს როგორც გმირს ისე დახვდნენ და მეფობა შესთავაზეს. დიდი ცდუნების მიუხედავად მეომარმა უარი თქვა მეფობაზე და გაათავისუფლა დრაკონი, რათა მას დაებრუნებინა დაპირებული ჰარმონია. ისტორიის მორალი შემდეგშია: სიძლიერე არის არა იმაში, რასაც იფხრობ, არამედ იმაში, რისგანაც თავს იკავებ.